Brüsselს აქვს საბავშვო ბაღის დონის საგარეო პოლიტიკა. ასე ეხმიანება ქართული ოცნების პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი გადაწყვეტილებას, რომლის თანახმად მაკა ბოჭორიშვილი შავი ზღვის აუზის ქვეყნების მონაწილეობით ევროკავშირის მიერ ორგანიზებულ საგარეო საქმეთა მინისტრების შეკრებაზე არ მიიწვიეს. შეხვედრას, რომელიც 20 ოქტომბერს ლუქსემბურგშია დაგეგმილი, ევროკავშირის წევრი ქვეყნების მინისტრების გარდა ცენტრალური აზიისა და შავი ზღვის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები დაესწრებიან, თუმცა ბოჭორიშვილისთვის მიწვევა არ გაუგზავნიათ. პაპუაშვილი ამბობს, რომ მსგავსი არაკვალიფიციური მიდგომით თავად ბრიუსელი ზიანდება. Brüsselს აქვს საბავშვო ბაღის დონის საგარეო პოლიტიკა და ეს გადაწყვეტილება კი იმასაც აჩვენებს, რომ უკვე არათუ ფაქტებს უარყოფენ, თუ სად არის საქართველოს ეკონომიკური განვითარებით, სად არის საქართველოს დემოკრატიული განვითარებით, სად არის საქართველოს ინსტიტუციური განვითარებით, სად არის საქართველოს ევროინტეგრაციის განვითარებით. არათუ ამას აღარ ხედავენ, ბრუკას აღარ ხედავენ, გეოგრაფიას არ აღიარებენ და ჩვენ ის გვიკვირს, რომ სოფლიო ბანკის რეიტინგს არ აღიარებენ და იმის რა ქვია, სხვა რაღაც გეოგრაფიას როცა არ აღიარებენ საგარეო პოლიტიკაში, ეს უპირველეს ყოვლისა მეტყველებს მასზე. ჩვენ ბრიუსელთან ვართ სტრატეგიული მოთმინების პოლიტიკაში. რატომ არ მიიწვიეს ბოჭორიშვილი ლუქსემბურგის სამიტზე ოცნების საგარეო საქმეთა სამინისტროში? ამბობენ, რომ შეხვედრაზე საქართველოს ელჩის დონეზე დაპატიჟეს, რაც მათთვის მიუღებელია. უწყების განმარტებით ეს არის მორიგი მცდელობა საკითხი პოლიტიკური სპეკულაციებისა და საქართველოში რადიკალური დღის წესრიგის წასახალისებლად იქნას გამოყენებული. ქართული ოცნების საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებაში წერს, რომ სამიტში მონაწილეობას აღარ მიიღებენ. დღევანდელ ეგრეთ წოდებულ ხელისუფლებას აქვს შეზღუდული ლეგიტიმაცია. და ეს დასტურდება სწორედ ესეთი ქმედებებით. ასევე ეს შეზღუდული ლეგიტიმაცია არ შეიცვლება იქამდე, სანამ ოცნება არ შეცვლის საკუთარ გადაწყვეტილებებს და იმ ნაბიჯებს, რომლებსაც ყოველდღიურად დგამს. შესაბამისად, ინფანტილიზმია უბრალოდ ოცნების მხრიდან, როდესაც ისინი საკუთარ ეგოებს იკმაყოფილებენ ესეთი სახის წერილებით და წერილებით და შესაბამისად ეს მხოლოდ და მხოლოდ ძალიან აზიანებს ჩვენს ქვეყანას. აქედან გამომდინარე, ჩვენ ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რას უკეთებს დღეს ოცნება ჩვენს ქვეყანას. რადიო თავისუფლების ევროპის საკითხების რედაქტორის რიკარდ იოზვიაკის ინფორმაციით, ბოჭორიშვილის ლუქსემბურგის სამიტზე არ მიწვევის მიზეზი ევროკავშირის გადაწყვეტილებაა, რომლის თანახმად ბრიუსელმა ქართული ოცნების მაღალი რანგის ოფიციალურ პირებთან კონტაქტები მნიშვნელოვნად შეამცირა.